ნამასტე მეგობრებო. კიდევ ერთი შეპირებული ვიდეო ხანმოკლე ვარჯიშების სერიიდან. დღეს გვექნება მჯდომარე ვარჯიშები, გავწყლავთ ფეხებს, დავიგრიხებით, ხერხემალს დავგრიხავთ. ეს სერია შეგიძლიათ გააკეთოთ წინა ვიდეოში მოცემულ ვარჯიშებთან ერთად, სადაც გქონდა მოთელვა, გახურება და ბალანსების სერია. უბრალოდ გამოიყენეთ მატი პირველ რიგში, რაზეც მოთავსდებით. ან ნებისმიერ ზედაპირზე, ოღონდ ძალიან რბილი ზედაპირი არ არჩიოთ სავარჯიშოდ და რაიმე ტიპის ქამარი. გაწელვებში დაგეხმარებათ. გააჩნიათ ვის როგორი შესაძლებლობები გექნებათ. ამიტომ გქონდეთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის. დავიწყოთ ფეხების, მენჯების უბრალოდ მოთელვით. შევატყუპოთ ფეხის გულები ჩვენთან ახლოს საზარდულთან, ხელის გულები მოხვიეთ ტერფებს, მუხლები გადახსნილია და გავახუროთ მენჯის კუნთები, მენჯიში და კუნთები, გარე კუნთები, აცანცარეთ და ისუნთქეთ. სუნთქვასთან ერთად გააკეთეთ მოძრაობა, რიტმში ჩასვით სუნთქვაც და მოძრაობაც. რიტმი და ტემპი თქვენ თვითონ აარჩიეთ. ხანგრძლივობაც როგორც გინდათ ისე შეარჩიეთ. საკმარისია ჩემთვის მაგალითად, შეგიძლიათ სხეულით წინ გადმოაწყვეთ ფეხებს ზევიდან, უფრო ღრმად ჩადით პოზაში ამოსუნთქვებთან ერთად. უფრო მეტი ინტენსივობისთვის იდაყვებით დავაწყვეთ მუხლებს, ქვევით ჩავქაჩოთ, ჩავწელოთ ამოსუნთქვასთან ერთად ესეც. კარგი, საკმარისია. ფეხის ტერფები ცოტა წინ წავწიოთ. მოვეჭიდოთ კოჭებს, ან ტერფებს, ან ფეხის თითებს. ან ცოტა ზევით მოეჭიდეთ წვივებს, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც მოირგებთ სხეულს. შეიგრძენით წელის შეზნიქვა, კარგად შეზნიქეთ წელი, გულმკერდი გადმოხსენით. ნიკაპი ზევით ასწიეთ, როგორც შეგიძლიათ და გაიზმორე. სუნთქვა არ დაგავიწყდეს. ერთი სამი სუნთქვა დაყავდები და მოისუნთქე დაბრუნდი. ფეხები განზე განალაგე და მუხლები ჩამოფერთხე ცოტა მეტად რომ დავამსუბუქოთ მენჯები, ზედმეტი დაჭიმულობა, დაძაბულობა ჩამოვხსნათ. ამოსუნთქვებთან ერთად. ჩამოფერთხე ფეხები, კარგით. მოვხარეთ მარცხენა მუხლი. წავიღეთ სადმე განზე, გვერდზე, იატაკისკენ, ახლოს. გადახსნილია მენჯი, ფეხის გული სადმე ახლოს საზარდულთან. მარჯვენა მუხლი გამართული, ტერფი ზევით იყურება, ჩასუნთქვა ხელები ზევით, დააგრძელე ხერხემალი და ამოსუნთქვით ჩამოდი მარჯვენა ფეხისკენ. ისე დაიხარე, რომ ხერხემალი არ მოხარო. მენჯებიდან ჩამოდი. არც წელიდან არ მოიხარო, არც ბეჭებიდან არ მოიხარო, მხოლოდ და მხოლოდ მენჯებიდან. ლამაზი კუთხე გააკეთე მენჯებთან. ამ შემთხვევაში ქამარს ვიყენებთ. თუ რა თქმა უნდა, მუხლი გვიცახცახებს, გვეხრება წინ დახრაზე. შეგიძლიათ ქამარი გამოიყენოთ, გამართული იდაყვებით, დაარეგულირე ქამრის ზომა ისე როგორც შენ მოგესურვება. თავარია დააკვირდე იმას, რომ ხერხემალი გაგემართოს, მუხლი გამართული იყოს და აი აქ გაიზმორე, ამაყად დაჯექი. რამოდენიმე სუნთქვა მიოცი. თუ რა თქმა უნდა, არ გიჭირს მისწუდე იატაკს კოჭებამდე. ან უფრო ღრმად ჩახვიდე პოზაში, ისე რომ მუხლიც თავისუფლად არის გამართული, ხერხემალიც თავისუფლად არის გამართული. არ გიჭირს, არ გეხრება ხერხემალი, ზურგში არ იხრები, ბეჭებში არ იბურცები, გულმკერდი არ გეკუმშება, მაგ შემთხვევაში ქამარი არ გჭირდება და ნელ-ნელა შეგიძლია სიღრმეებში ჩაცოცდე. ჩასუნთქვა ცოტა ზევით ამოხვალ, ამასუნთქვა და ჩაღრმავდი.
ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და შეგვიძლია ჩააღრმავდე და უსასრულოდ შეიძლება გაიწელო და გაიწელო. ქამრის ვარიანტი, მარჯვენა ხელით გიჭირავს ქამარი, რომელიც ტერფსია შემოხვეული, ჩაისუნთქავ და ამოსუნთქვაზე მარცხენა ხელს გახედე, გახსენი გულმკერდი, ხელები გაწელე, მხრებში დაგრძელდი. ნუ რა თქმა უნდა, თუ ტერფს წვდები, მოკიდე ტერფს ხელი, ყურადღება მიაქცია, რომ ტერფი ზევით იყურებოდეს. სუნთქავ, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაზე წელზე შემოერტყი ხელი. ჩაისუნთქე, ამოსუნთქვაზე ხელებს ვანაცვლებთ, უფრო ინტენსიურ დაგრეხვაში შევდივარ, დაიგრიხე მარჯვენა მხარეს, გახედე ხელს, ისუნთქე ღრმად. ცოტა სუნთქვა ჭირს, მაგრამ გააგრძელე სუნთქვა. 3 სუნთქვა მაინც დაითვალე, ტერფი აკონტროლე მუდმივად, რომელზეც ხელი გაქვს ჩაბღაუჭებული. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაზე მარჯვენა ხელი შემოერტყი წელს უკან. უფრო მეტად შედი პოზოში, უფრო მეტად დაიგრიხე. სამი სუნთქვის მერე ჩასუნთქვა და დააბრუნდი ამოსუნთქვაზე. შემდეგ მარჯვენა ხელი, მარცხენა მუხლს მოხვიე, მარცხენა ხელი ზევით ყურთან ამოწელე და ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაზე მარჯვენა ფეხისკენ ჩაღრმავდი შენი სხეულით. ხელი ყურთან ახლოს გაქვს მუდმივად. კარგად შეიგრძენი ნეკნების გამოფურცვა და გაწელვა. თუ არ გვიჭირს, თუ ნეკნები იმ დონეზე არის გაწელილი ნეკნებს შორის სივრცე, რომ ტერფს მისწვდები, ჩაეჭიდე ტერფს, შეგიძლია მარცხენა იღლიის ქვეშ და გამოიხედო. ოღონდ სუნთქვას აგრძელებ. სასიამოვნო შეგრძნება გაქვს აი ამ სივრცეში, მარცხენა სივრცეში იწელები კარგად გემრიელად. ცდილობ გულმკერდი ზევით ამოახედო. ხელი წინ არ წამოგივიდეს, ეცადე მუდმივად ყურთან ახლოს გქონდეს. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაზე დააბრუნდი. კარგი. მოდი ახლა ტერფი შევაყენოთ, მარცხენა ტერფი შევაყენოთ მენჯთან ახლოს, მაქსიმალურად გავზიდოთ გარეთ. მარცხენა მხრით წინ ჩავკეტოთ მუხლი. ჩაისუნთქე და ამოსუნთქვაზე მარჯვენა ხელს უკან გახედე. გულმკერდი გადახსენი, სუნთქვა გააგრძელე. მარჯვენა ტერფის მდგომარეობა მუდმივად შეამოწმე. არ გადაგიყირავდეს გვერდებში, სულ ზევით ვერტიკალურად იყურება ზევით. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაზე წელს უკან შემოერტყი ხელი. აქ გვაქვს კიდევ ერთი ვერსია, თუ მაგალითად ცადე, თუ მისწვდები, მარცხენა იდაყვი შეგიძლია მოხარო, ჩაგტეხო და უკან წაიღო. ხელები თუ შეერთდება, მაგ შემთხვევაში უკან ბოქრომი შეგიძლია შეკრა. ვიყურებით მარჯვენა მხრის უკან მუდმივად. სამი სუნთქვის მერე ჩაისუნთქი, ამოსუნთქვაზე დაბრუნდი. მარცხენა მუხლი, რომელიც მოხრილი ქონდა, შეგიძლია გადმოიბიჯო მარჯვენა მუხლის გარეთ. ხერხემალი გამართე, ვერტიკალურად გაამაღლე. ჩაისუნთქე, მარჯვენა ხელი ზევით ასწიე, გაწელე, მარცხენა ხელი უკან კუდუსუნთან სადმე დააყრდენი. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაზე მარჯვენა იდაყვი, მარცხენა მუხლის გარედან მიაყრდენი და ამოსუნთქვაზე დაიგრიხე მარცხენა მხარეს უკან. ეს ხელი მარჯვენა ხელი, სადაც გინდა იქ წაიღე. გინდა მენჯს შემოხვიე, გინდა ზევით ვერტიკალურად დაიჭირე და გინდა კოჭისკენ წაიღე, სულ ერთი. თქვენ როგორც გესიამოვნებათ. თავარია ვერტიკალურად შეინარჩუნო ხერხემალი, ტერფი, უკანა ხელი გეხმარება იმაში, რომ ტორსი, შენი მთლიანი კორპუსი ვერტიკალურად შეინარჩუნო. თავის გვირგვინით მუდმივად ვცდილობ
ზევით ჭერისკენ ან ცისკენ გამაღლდე და სუნთქვა არ დაგავიწყდეს. ჩასუნთქვა, შეგიძლია ცოტა დაბრუნდე, ამ სუნთქვაზე უფრო სიღრმეში შედი. ჩასუნთქვა, დაბრუნდი ცოტა, ამ სუნთქვაზე სიღრმეში შედი. და ასე ნერნელა დაიგრიხები, გემრიელად გაიწელები. ჩასუნთქვა, ამ სუნთქვაზე დაბრუნდი, ფეხები ჩამოიფერთხე და გადავდივართ მეორე ფეხზე. მარჯვენა მუხლი მოვხარეთ, გადავწიეთ განზე, გავხსენით მენჯი, ჩავაწვინეთ მუხლი, ტერფი ახლოს არის საზარდულთან, მარცხენა ფეხი გამართულია, ჩასუნთქვა ხელები, ზევით ამ სუნთქვაზე გამართული ხერხემლით დაიხარე ფეხისკენ, ისე რომ არ მოხარო, არც წელი არ მოიბურცოს, არც ბეჭები, არც მხრებში არ მოიხარო, არც გულმკერდი არ შეიკუმშოს. გამართული გაქვს ხერხემალი, გადახსნილი გაქვს გულმკერდი, ხრებით უკან იწევი, მარცხენა ტერფი სულ მუდამ შენსკენ იწევა. თუ მუხლი ამოგეწია, თუ გიცახცახებს, თუ ტერფა აიცანც არა, ან ბეჭებში იხრები, ეგრევე უკან დაბრუნდი, ქამარი მოიმარჯვე, შემოხვიე ტერფს, მუხლი გამართული ხერხემალი, გასწორებული ზურგი გამართული და აი ამ მდგომარეობაში გემრიელად გაიზმარებდი. თუ რა თქმა უნდა, აქ ძალიან ადვილად გრძნობ თავს და გინდა უფრო ღრმად ჩახვიდე, ისე რომ თავისუფლად გაქვს მუხლიც გამართული, ხერხემალიც სწორია. ჩამოდიხარ დაბლა და დაბლა იწელები უფრო და უფრო. ხელები წინ. შეგიძლია ჯერ ქუსლს შემოეხვიო ფეხის გულს, შემდეგ უფრო და უფრო წინ გაიწევ. სამი სუნთქვა დაყრდები, მაგრამ აუცილებელი არა ყველაფერი დღეს მოვახერხოთ და გავაკეთოთ. ნელ-ნელა თანდათანობით ყველაფერი იქნება. შემდეგ მარცხენა ხელი მარცხენა ტერფზე, ფეხი არ გადაგიყირავდეს გვერდზე. ჩასუნთქვა, ამ სუნთქვაზე გახედე მარჯვენა ხელს უკან, გადახსენილია გულმკერდი, დაგრძელებულია მხრები, ლამაზი დიაგონალური ხაზი გაავლე ხელებით. ჩაისუნთქე და ამ სუნთქვაზე უკან შემოერტყი წელზე ხელი. გააკონტროლე მარცხენა ტერფი, იყურები უკან, ღრმად სუნთქავ. ამ სუნთქვებთან უფრო შედიხარ, ამ სუნთქვების დროს უფრო მეტად სიღრმეში შედიხარ. ჩასუნთქვა და ამ სუნთქვაზე შეანაცვლე ხელები, მარჯვენა ხელი ტერფზე, მარცხენა ხელი თუ უკან იწელები. ეცადე რომ ზევით ასწიო ხელი. როგორც მოახერხებ. ჩაისუნთქი, ამ სუნთქვაზე წელზე შემოერტყი. მეტად დაიგრიხე. სუნთქვას არ წყვეთ, არც იკავებ, ცოტა ხანი მაინც არ იკავებ სუნთქვას. მუდმივ რეჟიმში ჩასუნთქვა, ამ სუნთქვა სრული გააკეთე სამჯერ მაინც. ჩასუნთქვა და ამ სუნთქვაზე დაბრუნდი. მარცხენა ხელი მარჯვენა მუხლს შემოხვიე, მარჯვენა ხელი ყურთან ახლოს მოზიდე. გაიწელე ისე რომ წამოდი, ჩამოწელე ტორსი მარცხენა ფეხისკენ. კარგად გადმოიზმორე, ნეკნები გაბურცე მარჯვენა მხარეს. და სადამდე შეგიძლია იქამდე ჩაღრმავდი, არ არის აუცილებელი ბოლომდე ტერფს შეეხო, მაგრამ თუ მოგესურვება, თუ შენი ნეკნები მაგის საშუალებას გაძლევს, კი ბატონო, ჩაეჭიდე ტერფს და მარჯვენა იღლის ქვეშიდან გამოიხედე. ხელი წინ არ წამოიღო, ეცადეს მუდმივად ყურს ზევით გქონდეს, ყურთან ახლოს. სამი სუნთქვის მერე ჩაისუნთქე და ამ სუნთქვაზე მობრძანდი. შემდეგ მარჯვენა ტერფი შეაყენე, მუხლი ზევით იყურება. ხრით ჩაუღრმავდი, ჩაკეტე მუხლი, დააყრდენი ხელი სადმე როგორმე. ჩასუნთქვა, ამ სუნთქვაზე გაახედე მარცხენა მხარეს ხელს, მარცხენა ხელს უყურებ, სუნთქავ ღრმად. დააგრძელე მხარი, ჩაისუნთქე და ამ სუნთქვაზე შეგიძლია წერს უკან შემოერტყა ხელი.
პირველი ვერსია ასე ხარ, წელზე ხელშემორტყმული, წელს უკან და შეგიძლია უფრო გაართულო, მარჯვენა ხელი მოხარო იდახში და შემოხვიო უკან მუხლს კი არა ფეხს და მიაწვდინო მარცხენა ხელის გულს. თუ შეაბოქლომებ უკან, კი ბატონო, დარჩიმან ცოტა ხანი, თუ არა და დააყრდენი სადმე გვერდზე ახლომახლოს მარჯვენა ხელის გული და ისე ისუნთქე. დააყოვნდი პოზაში 2-3 სუნთქო და ჩასუნთქო, ამასუნთქვაზე დაბრუნდი. შემდეგ მარჯვენა ფეხი გადმოიდგი, ჩაიბიჯე მარცხენა მუხლის გარედან, მუხლის ზევით იყურება, ხერხემალი დააგრძელე, გაამაღლე, მარჯვენა ხელით სადმე უკან საჯდომთან დააყრდენი, მარცხენა ხელით გაიზმორე, ჩაისუნთქე, ამასუნთქვაზე დაგრეხვა დაიწყე, მარცხენა იდაყვი მარჯვენა მუხლის გარედან მიაყრდენი და დაიგრიხი ამასუნთქვაზე. ტერფი აკონტროლე, მარცხენა ფეხის ტერფი გვერდზე არ გადაგიყირავდეს. მუდმივად ვცდილობ, რომ ხერხემალი ვერტიკალურად გქონდეს გასწორებული, თავის გვირგვინით მუდმივად იწელები ზევით, ანუ აგრძელებ ხერხემალს, ამაღლებ ასე ვთქვათ და ყოველ ამასუნთქვაზე უფრო და უფრო ღრმად შედიხარ პოზიციაში, უფრო და უფრო იგრიხები, ჩასუნთქვა, ცოტა დაბრუნდი, ამასუნთქვაზე შედი სიღრმეში. ძალიან შეუმჩნეველი მოძრაობა, ეს მხოლოდ შიგნიდან უნდა შეიგრძნო. ჩასუნთქვა, ამასუნთქვაზე დაბრუნდი. ფეხები გამართე, ჩამოფერთხე. მოხსენი დაძაბულობა. სავარაუდოდ კამარი ახლა ზოგიერთებს დაგჭირდებათ, მაინც ახლოს გქონდეთ, ჩასუნთქვა. დააგრძელე ხერხემალი და ამასუნთქვაზე გამართული ხერხემლით წამოდი ფეხებისკენ. დაიხარე, აქედანაც მენჯებიდან მოძრაობ ამ პოზაშიც, ჩასუნთქვის მერე თითქოს მენჯების ზევით გაშეშდი და ამასუნთქვაზე მოდიხარ, მხოლოდ მენჯებში მოძრაობ. სადაც უკვე ხედავ, რომ ხერხემალი ვერ გემორჩილება და იხრება, ან ფეხები გეხრება, მაგ შემთხვევაში უკან დაბრუნდი, კამარი მოიმარჯვე, მოხვიე ტერფებს, გამართული იდაყვებით გიჭირავს და აი აქ გააწერე ფეხის უკანა კუნთებიც და წელის კუნთებიც. აი ამ მდგომარეობაში შეგიძლია დააყოვნდეს 3 სუნთქვა. თუ ვინიცობაა და უფრო ადვილია შენთვის ეს პოზიცია და გართულება გინდა ისე რომ მუხლები არ გეხრება, არც ხერხემალი არ გებურცება, შეგიძლია დაარეგულირო კამრის ზომა, მოიხიო ხელებზე და უფრო სიღრმეში ჩახვიდე. ნუ, ჩემ შემთხვევაში მე კამარს ამ შემთხვევაში არ ვიყენებ. მუცელი ახლოს მიმაქვს გვარწარყებთან ისე რომ ხერხემალი არ მოუბურცო, ვეცებ ვცდილობ რომ არ მოუბურცო, ვცდილობ წელის შიგნით შეზნექვას და გააწელვას ხელებით რაც შეიძლება წინ. ტერფები ჩემსკენ იყურება, მუხლებიც გამართულია. ჩასუნთქვა ხელებით ზევით გაიზმორე. ამასუნთქვაზე საჯდომთან უკან მოათავსე, გულმკერდი გადმოხსენი, ფეხის თითები შეატყუპე. არ გააცალკეო ფეხის თითები, ფეხის ცერები. გულმკერდი გადმოხსნილია, წელი შეზნექილია, ჩასუნთქვაზე მენჯები ზევით ამოსია, გადაიხედე უკან, გაამყარე და ტონუსში მოიყვანე სხეული, აქ ცოტა ხანი შეყონდი, ფეხის თითები ისე ვერცად არის. 1-2 სუნთქვა დაყონდი. ჩასუნთქვა, ამასუნთქვაზე ჩამოდი. მუხლები განზე, უბრალოდ ტერფები განზე, ჩამოფერთხე მუხლები კიდევ ერთხელ, მოხსენი დაძაბულობა. თუ სადმე დაჭიმულობა. მოფერთხე. და დღევანდელი მოკლე მეტრაჟიანი სერია ამით დასრულდა. მადლობა რომ ჩემთან იყავით, მომავალ შეხვედრამდე.